ბარსელონა 1992 წლის 1 აგვისტო. პაველო და ესპანია ინდუსტრიალის სპორტის სასახლეში 90 კილოგრამი წონის ძალოსანთა შეჯიბრებაზე კულმინაციური მომენტია. ტაბლოზე ინთება ციფრები 235 კილოგრამი. ამ წონის დასაძლევად კი ქართველი კახი კახიაშვილი ემზადება. ამ ბოლო ცდაზე ოლიმპიური ოქროს ბედია დამოკიდებული. $1969 წელს ცხინვალში დავიბადე. ქალაქის მე-6 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჯერ ფეხბურთს ვთამაშობდი, შემდეგ ტანვარჯიშით და ჭადრაკით ვიყავი გატაცებული. ძალოსნობაში ვარჯიში კი 1992 წელს დავიწყე. ერთხელ ფეხბურთის თამაშისას ჩვენმა მეზობელმა ვანო გრიქუროვმა შემნიშნა და ძალოსნობაში ვარჯიში შემომთავაზა. პირველ ცდაზე 22 კილოგრამზე მეტი ვერ ავწიე. ასე იხსენებდა სპორტში თავის პირველ ნაბიჯებს კახი კახიაშვილი. ახალგაზრდა მწვრთნელისა და ბეჯითის შეგირდის თანამშრომლობამ მალე გამოიღო შედეგი. კახიმ ჯერ მოსწავლეთა შეჯიბრებებზე გამოიჩინა თავი. 1985 წელს საქართველოს ნაკრებში დამკვიდრდა. შემდეგ ქართველ ჭაბუკს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებმაც მიაქციეს ყურადღება. 1989 წელს კახიმ მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები მოიგო. შემდეგ ჯარში გაიწვიეს და მანაც როსტოვში არმიის სპორტულ კლუბში გააგრძელა ვარჯიში. ვანო გრიქუროვიც ყველგან თან ახლდა. ბევრს შრომობდნენ და უფასდებოდათ კიდეც. სწორედ იმ პერიოდში 1991 წელს კახიაშვილმა ცალკეულ მოძრაობებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გაიმარჯვა და საკავშირო თასიც მოიპოვა. 1992 წელიც დადგა. გაზაფხულზე კახიმ ხარკოვში მეგობრობის თასზე იასპარეზა და 90 კილოგრამ წონაში 410 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა. იმ წელს კახიაშვილმა პირველად მოსინჯა ევროპული ჩემპიონატის ფიცარნაგიც და ბუდაპეშტიდან ოქრო წამოიღო. თუმცა ბარსელონის ოლიმპიადამდე კიდევ ერთი შეჯიბრება რჩებოდა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ღია ჩემპიონატი სანქტ-პეტერბურგში. ეს ასპარეზობა ბარსელონის ოლიმპიადის ერთგვარი მოდელი გამოდგა. პირველი მოძრაობის შემდეგ კახიაშვილი 10 კილოგრამს აგებდა სერგეი სირცოვთან, მაგრამ აკვრაში დანაკარგი აინაზღაურა. ჩემპიონობაც ირგუნა და ბარსელონის საგზურიც. და კახიაშვილის და სირცოვის მორიგი დუელი უკვე კატალონიის დედაქალაქში ოლიმპიურ ფიცარნაგზე. სირცოვი მაქსიმალურად იყენებს თავის უპირატესობას ატაჩში და პირველი მოძრაობის შემდეგ 12.5 კილოგრამით უსწრებს კახის. ამ ორი ძალოსნის პაექრობაში შეფარვით კიდევ ერთი კაცი მონაწილეობს. გაერთიანებული გუნდის უფროსი მწვრთნელი ვასილი ალექსეევი, რომელიც აშკარად სირცოვის სასარგებლოდ ირჯება. ალექსეევმა ქართველ ძალოსანს ვითომ თავის დაზღვევის მიზნით ატაჩში იმაზე 5 კილოგრამით ნაკლები წონა შეაკვეთინა, ვიდრე კახი და ივანე გრიქუროვი ითხოვდნენ. იწყება მეორე მოძრაობა, აკვრა. კახია ყველა მეტოქეზე ძლიერია, მაგრამ არც 12.5 კილოგრამია სახუმარო საქმე. სირცოვმა აკვრაში მხოლოდ 222.5 კილოგრამი დააზრია და ორჭიჩი 412.5 კილოგრამი დაასრულა ასპარეზობა. ქართველმა ძალოსანმა კი მეორე ცდაზე 225 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლი გაინაღდა. მაგრამ კახიაშვილს კიდევ რჩება ერთი ცდა. ის 235 კილოგრამს უკვეთავს. ეს მსოფლიო რეკორდის გამეორებაა. თუ ქართველი წონას დაიმორჩილებს, სირცოვს დაეწევა და ვინაიდან მეტოქეზე 200 გრამით მსუბუქია, ოლიმპიური ოქროც მისი იქნება. ასეც ხდება. კახი კახიაშვილი შტანგასთან ჭიდილში იმარჯვებს და ოლიმპიური ჩემპიონი ხდება.
დაჯილდოების ცერემონიალის დროს ჩვენი ათლეტის გვარის გასწვრივ ტაბლოზე რუსეთი იწესთვის შემდეგ ორგანიზატორები შეცდომას ასწორებენ და 23 წლის ქართველი მხოლოდ ამის შემდეგ ადის კვარცხლბეკზე. 1992 წლის ბოლოს კახის წლის საუკეთესო ძალოსნისათვის განკუთვნილი მსოფლიო თასი მიენიჭა. ჟურნალისტებმა კი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. $1993 წელს კახიაშვილმა სოფიაში ევროპულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა. თან აკვრაშიც და ატაჩიც მცირე ოქროს მედლებს დაეუფლა, მაგრამ სოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლს დაყაბულდა. იმხანად საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიური სიტუაცია იყო, რაც ხადია სპორტზეც აისახებოდა. გამონაკლისი არც კახი გახლდათ. ცუდი პირობები მქონდა, დენი არ იყო, სავარჯიშოდ ავტობუსზე ჩამოკიდებული დავდიოდი, ვიდექი პურის რიგებში. არჩევანის წინაშე დავდექი, ან სპორტისათვის თავი უნდა დამენებებინა, ან უცხოეთში წავსულიყავი, ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ოლიმპიური ჩემპიონი. ის ვერც სპონსორების მიერ მისთვის ნაყიდ ბინაში შედიოდა. იქ ტოლვილი ოჯახი იყო დაბანაკებული. კახი კახიაშვილს ბევრი ქვეყანა ეპატიჟებოდა, რუსეთი, უკრაინა, ავსტრალია. მან საბერძნეთი აირჩია. ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო, რომელიც საქართველოში ყველამ მტკივნეულად აღიქვა. იხსენებდნენ 1994 წლის გაზაფხულზე თბილისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ხუან ანტონიო სამარანჩის ვიზიტს. მაშინ ოლიმპიური მოძრაობის თავკაცს ერთ-ერთ შეხვედრაზე კახიაშვილმა ასე მიმართა: ძალიან ვწუხვარ, ბარსელონაში ოქროს მედალი თქვენ რომ არ გადმომეცით, მაგრამ ამ შანსს ატლანტის თამაშებზე მოგცემთ. იქაც აუცილებლად ჩემპიონი გავხდებიო. გკვირდებით რომ ატლანტაში ოქროს მედლით მე დაგაჯილდოებთ. მანამდე კი ჩემს სამკერდე ნიშანს დასჯერდითო, თავადაც გაეხუმრა ხუან ანტონიო სამარანჩი ქართველ ჩემპიონს. კახიაშვილმა მართლაც გაიმარჯვა ატლანტის ოლიმპიადაზე, თუმცა ბედის ირონიით ის გამარჯვება საქართველოს კი არა, უკვე საბერძნეთს ეკუთვნოდა. 1996 წელს ოლიმპიურ ფიცარნაკზე კახიაშვილი 99 კილოგრამ წონაში გამოდიოდა. მას სარეკორდო 420 კილოგრამი დააგროვა და 10 კილოგრამით აჯობა ვერცხლის მედალოსანს ანატოლი ხრაპატის ყაზახეთიდან. აკაკიოს კახიაშვილის უკვე ამ სახელით იცნობენ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. საბერძნეთში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ათლეტია. 2 ოლიმპიური ოქროს გარდა მის კოლექციაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული მრავალი ჯილდოა. 1999 წელს კახიაშვილი მესამედ იგებს მსოფლიოს ჩემპიონატს. ამჯერად ის ათენში საკუთარი ქომაგების თვალწინ ხდება პლანეტის უძლიერესი ძალოსანი 94 კილოგრამ წონაში და სიდნეის ოლიმპიადაზე იწყებს ფიქრს. კარგად იცის სიდნეიში კვლავ მოუწევს ახალგაზრდა პოლონელ შიმონ კოლეცკისთან პაექრობა. კოლეცკი ათენში ვერცხლის პრიზიორი გახდა და ბევრი ოლიმპიადაზეც ჩემპიონობის პრეტენდენტად მიიჩნევდა მას. სიდნეის ოლიმპიადას კახიაშვილი მშვენიერ ფორმაში შეხვდა, მაგრამ უკვე ავსტრალიაში ჩასულმა ტრავმა მიიღო. ექიმები იმასაც კი ურჩევდნენ, საერთოდ უარი ეთქვა ასპარეზობაზე. მაგრამ კახის მესამე ოლიმპიურ ოქროზე ფიქრი არ ასვენებდა და მაინც გავიდა ფიცარნაკზე. ატაცის შემდეგ კახიაშვილი წინ იყო, მაგრამ აკვრაში პირველივე ცდაზე 220 კილოგრამს რომ დაეჭიდა, დაშავებული კუნთი გააუწყდა. კუნთი გაიფხრიწა, ხმაზე მიხვდი რომ საქმე ცუდად იყო, იხსენებდა კახი. თუმცა არაფერი შეიმჩნია. იცოდა თუ წონას ამ ცდაზე ვერ დასძლევდა, მეორედ ფიცარნაკზე ვეღარც გამოვიდოდა. მართლაც აუტანელი ტკივილის მიუხედავად 220 კილოგრამი მაინც ასწია. ბოლო ორი ცდა კი აღარც გამოუყენებია. იმ დღეს ტრავმას ვერც შიმონ კოლეცკი გადაურჩა და საბოლოო ჩემპიონობა ჩვენებურს დარჩა.
ოქრო ბერძნებმა მიითვალეს. კახი კახიაშვილი კი 3 ოლიმპიადის მომგები პირველი ქართველი გახდა. ტრამვის მოსაშუშებლად და დასასვენებლად 1 წელი დამჭირდება. მერე კი ათენის ოლიმპიადისათვის დავიწყებ მზადებასო. სიდნეიშივე თქვა კახი. 35 წლის ათლეტი მართლაც მოხვდა ათენის ოლიმპიადაზე. თამაშების გახსნის ცერემონიალზე ბერძნებმა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი კახის ანდეს და ამ ჟესტით გამოხატეს პატივისცემა ქართველი ათლეტისადმი, რომელმაც არაერთი დიდი გამარჯვება მოუტანა ელადას. თავად შეჯიბრება კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისათვის ფიასკოთი გასრულდა. მან აკვრაში საწყისი წონა 220 კილოგრამი ვერ დაძლია და გაწმილებულმა დატოვა ფიცარნაგი. ასეთი ფინალი ჰქონდა დიდი ათლეტის ბრწყინვალე კარიერას, რომლის მანძილზეც ის 3-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 3 მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 4-ჯერ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ოქრო, არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ბოლოს 2 ქვეყნის, საქართველოსა და საბერძნეთის სპორტის ისტორიაში დაიმკვიდრა ადგილი. კახი კახიაშვილი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი.